მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, ძვინფასო მაყურებლებო. დღეს მე და ილომ გადავწყვიტეთ, რომ ესეთი თემა შემოგვიგდო სამზარეულო. ამა ჭამაჭუმები, თვითონ სამზარეულო, მოგზაურობა, სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში როგორ და რა სამზადებს. შენ ხო გიჭამია და მეც მიჭამია. ეს სამხარი, სადილი, რა ვახშამი, კერძი, ყველაფერი რა. მოდი ახლა მე დაგისვავ კითხვებს. და შენ მიპასუხე, შენი ყველაზე საყვარელი სამი კერძი. ქართული. ჯერ ქართულები. ხო, მივესალმები მე ჩვენს მაყურებელს. თავიდან მოგიტყვი მე რო არ დამოიწდეს ლაიქი, საბსკრაიბი და აკომენტარეთ ხოლმე თემა, რომელი გაგვიწყდება. ნუ ეხვეწები რა, არ უნდა და ნუ. არ ეხვეწები, კაცო, просто ველემ შევახსენო. აი, არ გინდა და ნუ და აი, ნახე. პირველი კერძი ხა კახელი რო არის იცი. ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ნუ ნახევრად კახელი, ნახევრად ჩერქეზი ხა. ხო. შესაბამისად, წვადი არის. ყაღი და რაღაცები არ კონკურენტოდ არის წვადი. ქართული კახური მწვადი. ჩვეულებრივი. ხო, ყველა პონჩი უნდა იყოს წალამზე. მერე ცხიმი უნდა კონდეს, ანუ ძვალი უნდა კონდეს, ცხიმი უნდა კონდეს. ადიდას რო ეძახიან, ძვალი ცხიმი. ასეთი უნდა იყოს რა, რომ აი წვნიანი უნდა იყოს და ნახდი უნდა იყოს, ხო ხტები ხა ის რაღაცა ვაკეში რომ მიდივარ, სულ მაგის დაზუსტებაში ვარ, რომ სადმე რო შევალ ვეუნები, რომ ცხიმიანი, ანუ წვადი ცხიმიანი და იმათ გონიათ, რომ სხვა პონჩი ვკითხულობ, იმათ გონია, რომ ვკითხულობთ, რომ აი თქვენთან ცხიმიანი ხო არ არის წვადი და რო ვეუნები, მეთქი წვადი ცხიმიანი ხო არ გაქვთ თქვენ. არა, კაცო, ჩვენ მისა გვაქვს ისეთი ძალიან ჭლე და რაღაც, არა, მეთქი არ მინდა ეგ რა, ანუ მინდა ის. ხო, ცხიმით, ძვალით და ხორცით. ხო, რა, როგორც არის, იმიტომ რომ ხო იცი ხა ისეთი დროა სატაცური და მწვადი უფრო, იმიტომ რომ ეხა რაღაც არა ჩაბასტურმებული, აი პირდაპირ და მე ხო და ნუ მოკლედ წვადი არის უკონკურენტო თემა ხო არ შევცვალო კიდე ძალიან მიყვარს არ ვიცი ხა გავს მამეთ მეგრულ პონჩო ღომთან ერთად არის შიფსი ქვია ჩერქეზული კერძია ქვია შიფს ანუ ელარჯის ამბავი არა ნახე ღომი იმათაც აქვს და ქვია პასტა და ცალკეა ღომი და ამავე დროს ეს არის ეგეთი ტიპი რომელიც ქვილი, პაპრიკა, ანუ ციცაკისგან კეთდება, ინდაურის ხორცია და არის ჩასაწობი რა და ანუ ეს ღომი, ანუ იმათი ბაჟია, ოღონდ ნიგზით არამით არ კეთდება ეხა ეგ, მაგრამ სხვანაირად კეთდება და უგემრიელესი არის. შევიყვარ მაგასაც ტოპ 3-ში უფრო ალბათ, იმიტომ რომ ემოციური ბმა მაქვს მაგ კერძთან და ძალიან მიყვარს კიდე ყაურმა. ხო. ეგრე ბევრია ძმაო ეხა რავი 10-მდე იქნება რომელსაც ჩამოვთვლი და ეხა ბევრი იქნება და ყაურმაზე გამახსენდა 1-20 მაქვს რომ გავსინჯო შენან რჩება გასინჯული გაქვს ჩოპ ყაურმა. ჩაპყა ბიჭო იმ დღეს საუბრო. ხო აი რაღაცები ერთმანეთში მატროშკასავით როდეს ის იმაში ბოლოში. ანუ როგორ არის ის რომ მე მგონი ცხვრის ტყავში არის გახვეული. ხო და მე ვიცი რომ ხბოში ცხვარში გოჭი რაღაცა იმაში ბოლოს ხო იცი? კაშეიბეს მერტნევით რომ არის ბოლოში ნემს აი ეს და მე მიწაში და ზემოდან აყლიან ამ უგუზალს და კაჩ ცხება მიწის ქვეშ დამარხული ზემოდან წყემსების თემაა ეგ რა ეგ მაინტერესებს და ზემოდან ცეცხლიანთია შიგნით თუხთუხებს და თან ეხლა ყაურმა ისედაც მიყვარს მაგრამ აი ისე არ თვითონ ეგ პონტი მინდა რომ აი მეცხვარეებთან ერთად სად ცხვრის ხორცი გიყვარს ომალოში კი აი ძალიან კარგია ხარ მე ჩამეთვალოს კუსპასთან არის ერთი რაღაცა რესტორანი სადაც აქვს ცხვრის ქაბაბი აი კარგი მე გემრიელესია მაგრამ როგორი იცი ხო არ ვამბობ ხა რეკლამაში რატო გადაიხადო და ბაზარი არის მე ვიტყვი ხოლმე მოკლედ მან ძალიან კარგი რაღაცა მაგრამ ბევრი კერძია კიდე რაც მე ვსება რა ეხლა თუ ნალაპარაკი კაი მაშინ მე გეტყვი მიდი შენები მე ერთ პირველი და ჩემთვის პირველი რატო იცი რა საოცარი რამეა თან მე კვინკეს ალერგია მაქვს ყვითელ ყვავილზე ჭადის ფხილზე საშინელი დაავადებაა ეს და ამიტომ რაღაცა ერიდა ჩემთვის ცალკე აკეთე მე რაღაც ბევრნაირი მიჭამე მაგრამ ეს არის ჩემი პირველი კერძი არის საცივი ინდაურის როგორც და რატო ამერიკიდან წავიყვანეს ინდაური ინდოეთიდან სუნელები საბერძნეთიდან კაკალი და ქართველებმა ეს ყველაფერი ეგეთი რამე არ ვიცი ინდოელებსაც აქვს მოსაცივო რაღაცა ბერძნებსაც აქვს რაღაც ბაჟე რაღაც ჩადებული ესეთი ტანდემი რომ ეს გააკეთო და შეაზაო და აი ეს თავისი გიჟდები მოკლეს საცივზე ეტარას ჩაკაფული და ეხა ბევრია იქ, მაგრამ ესეც მივაგდებ რა, ხინკალს მივაგდებ რა, ესე რომ აი უცბად ხინკალიც იყოს რა. ხინკალი ქალაქური უფრო გიყოს თუ მოხეული? მოხეული რა თქმა უნდა. თიულა. აუ ბიჭო მაგარი გითხარ რა. აი პეტერე ჭიპები რო და პირდაპირ
ოტო გახსოვს ბაგრატიონი. როგორ არ მახსოვს? ოტო ბაგრატიონი ხო ჩვენი მეფე იყო რა, რომ თან ტიპიც ხო ისეთი იყო, ცხოირი რაღაც ხონებული და ძალიან კაი კაცი იყო, ძალიან მეგობრობდით რა. ერთხელ წაგვიყვანა მაგარ პახმელიაზე ვართ რა და დილა ეხა რაღაცა და რა ვქნათ რა კონცერტა და მაიცა ხო იცი რა ტიპიც იყო, წავედი და დუშეთში ჩემთანო რა, დუშეთში ქონა სახკარი და რამე და რო ჩავედით იქ, გაგვიკეთა მისიანებმა დუშური ხინკალი. ეხა როგორი პონტი იცი, თვითონ სიტუაცია ისეთი იყო, რომ მაგ პონჩი ძალიან გემრიელი იყო, თვითონ სიტუაცია იყო ძალიან გემრიელი და ხინკალით ეხა მე უფრო წვნიანი მიყვარს. ის ხო იცი როგორ არის, უფრო ნაკლები წვენი აქვს, უფრო მოკეპილი, მაგრამ თვითონ სიტუაცია ისეთი იყო და მე ის მიყვებოდა რა მეგობარი, რომ წინა ჩამოსვლაზე ბებიამისი რა, ანუ გამოსვლა ეხა მახსოვრობას 100 წლის იყო ქალი ლამის რა და ანუ რა დროდიდან მოდის ქალი იკაიფე, რომ აღარ ახსოვდა რაღაცები და ისევ წარსულში ეგონა რომ ცხოვრობდა. და იქ რომ მივიდნენ სტუმრები და რაღაცა ესეთ გადმოიხედა ვერანდიდან რაღაცა და მოურავო ყიროდან. ანუ იმ დროში იქ იყო რა და აი ეგ სიტუაცია ასწორებდა იმ პონჩი რომ რაღაცა ცოტა დროში მოგზაურობას გავდა, იმიტომ რომ ის რაღაცა ხეხილი, მამული, რაღაცა დუშური ხინკალი და რამე. გემოებზე სუნზე არა გახომე, აი ბავშვობის სუნი. საიდანღაც რო გეცა და ვაი ეს სუნია. გინდაც აი კატლეტი და პიულეს და მაგარი ამბავი მოგიყვე რა. მე და ჩემი მეგობრები ვართ. ჩემი მეგობარი და მისი შვილი, მაშინ პატარაა, იმასთანაც მაკაცო და წერზე ნადირობთ რა და გავჩერდი წალკაში ვარ და აი ხო კაპოტზე რო გაშლი, უცებ მოდი ცოტა წავიხემსოთ და გავაგრძელოთ ნადირობა და პამიდორია გატეხილი ყველია, ახალი პამიდორია გემრიელი, ხო ესეთი კარგი პამიდორია რა, ნაღდი ეს ცვარია, ხო ეს შეგიძლია ჩაყედავ და ეს და რაღაც თონის პურია და ეს ჩავარტყით რაღაცა ჭამ და უცებ მე ქართველებს რო სუფრა გვაქვს, კაროჩე მე ვარ ასე მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო და იქ ყოფილი და ყველაზე მაგარი საჭმელები ქართველებს გვაქვს და ამან გიო ატრაკებს შვილი რომ თქვენ აიცით რა ეს ქართველობა ძალიან კარგი ნაციონალისტები რა ვინახართ რა ეს ქართული თვითონ ახალი ჩამოსული იყო იტალიიდან რა და გაატარაკეთო რა აი ევროპაში საჭმელებია ვაფშე არ გიჭამიათო მეთქი რა არ მიჭამია მე ვიცხოვრე ევროპაში რა პონტია როგორ არ მიჭამია აბა და ლევან აი რას ამბობ ხო აბა გაიხსენეო რამე ბლუდაო რა აი იტალიელებს აქვს თუ აი ძალიან მაგარი კერძიაო ესეთიო გატო და ეგო რა არისო გატო ხო გატო და რა არისო აბა რა არისო და თან ერწყმ რა არის და ბოზიშვილი რა არის აი ფარში არისო ესეო ფარშიო და მოხრაკული შემწვა ცოტა ესე მიწებებულიო ფარშიო და ჩაჭლეტილი კარტოფილი და გახედა და პიურეზე და კატლეტზე მელაპარაკები შენი და აუ რატო გამახსენდა ზუსტად კატლეტი და პიურეზე გიждები მართლა აი ბავშვები იტალიელებს ძალიან მაგარი სამზარეულო აქვს ისე უნდა აღინიშნოს იტალიელებსაც ვაფშე ყველგან კაი სამზარეულო ყველას თავის მუღამი აქვს ხო ეხა გერმანიაში რო ცხოვრობდი გააკეთა ერთმა ტიპმა აი როგორც რუსული რომ ზბორნაია სალიანკა ნაჭამი გააქვს აი ბევრი აი ეგეთ პონჩი გააკეთა რაღაც ნაციონალური ბლუდა არის ჩვენიო გერმანული რაღაცა აი თურქები გვანან მაგრამ ცოტა ჩაჭიპჭიპებულია რა თურქულისად მაგრამ რა ვქნა დღემდე მენატრება დონერ ქაბაბი რომელიც საქართველოში არ არის რატო არ არის ვერ ხვდები და დაჟე თურქებსაც არა აქვთ ისეთი დონერი როგორც გერმანიაშია რა რატო განსხვავდება ბერლინში მე საარში ცხოვრობ და ერთი ლაზი ტიპი იყო რა და მაშინ მარკები იყო და 7 მარკა ნახევრის მაგივრად რაღაც 6 მარკად აკეთებდა რა კაი იმიტომ მამუკარი თქვა ნიტო ზაზა აღარ მახსოვს მაგრამ უგემრიელესი რაღაცნაირი გემოქონდა აი ბურგერს მირჩევი ბურგერისტი ვარ ძალიან მაგარი თურქებსაც ძალიან მაგარი სამზარეულო აქვს მე მიყვარს ზოგადად ინდუელების მიყვარს კიდე ცხარე სუნელები ხო მაგრამ სუნი აქვს ჩინელებიც ძალიან აი butter chicken butter chicken პურები აქვს ძალიან საკაიფო ნანის თონის პურს არაფერი მირჩევი და გუდის ყოლს აი ყველი ხო ბევრნაირი ხლაჭავი აი როშფორები რაღაც ობიანი სოკოიანი ბუზიანი მატლიანი რაღაც ყველანაირი სლაიონი მაგრამ დაღეჭილი რაღაც თუ გადმოფრ გუდის ყველი აი მაგარი არ ვიცი რანაირი გემო აქვს რა სხვათა შორის რატატუი ნანახი გაქვს შენ მულტფილმი აი ეგ არის შენთვის კერძები არის მართლა აი დროის რაღაცა პორტალი ვით არის იმიტომ რომ დოი არ ახსენო დროის არის ისეთი რამე იქ რაც ხდება ხო გახსოვს რატატუიში რატატუიში სიუჟეტურად ხო რო ასწავლი ხო და მე ხო თავში რო ცხოვრობ ის ექსპერტი ხო შემოდის რა რომელმაც უნდა შეაფასოს ეს რესტორანი ხო ძალიან ისეთი ფრანგი ღეთვა კაცი რო არის მკაცრი რომელსაც ნუ აი შანსი რო არ არის რამე მოეწონოს საერთოდ რა
და მან ეგ მომენტია რომ გაუკეთებენ კერძ რატატუის. და ეს რო პირველ უკმას ჩაიდებს და უცებ პატარავდება და სადაც გაიზარდა საფრანგეთის რომელიღაც პროვინციაში მისი დედა რო უკეთებდა, ეგ ახსენდება და უცებ ეს ტიპი რომელიც ყოველთვის მოღუშული დადიოდა და ესეთი იყო, უცებ შიგნიდან ბავშვდება რა. და აი ჩემთვის ეგ რატატუი არის მაგის, იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ, ეხა მე რო შიფსი ვჭამო, აი სამზარეულოს ომებში რომ მონაწილეობდი, მაგ პროექტში გავაკეთე პირველი ტური რო იყო შიფსი. და ეგრევე აი სუნები როგორც კი წამოვიდა, ეგ აი როგორ გითხრა რა, ნუ ეხა მართლა პორტალი ხო არის, მართლა წარსულში ვერ მოხდები, მაგრამ ეგრევე ყველაფერის, даже ვიზუალიზაცია გემართება იმისი რა იყო შენი ბავშვობა და ჩერქეზეთი და საჭმელს აქვს, სუნებს აქვს ზოგადად. სუნებს აქვს. მე უბრალოდ იძულებული ვიყავ გერმანიაში რო ცხოვრობდი, დედაჩემს დაურეკ მაშინ ესეთი ტელეფონი იყო. ეს როგორ კეთდება, ბადრიჯანი როგორ შეწვა, ის რო შეწვა, ეს რო. მე შემიყვარდა რატო, იცი კეთება დანის გამო. აი ეს მევასება დანასთან ურთიერთობა და გინდა ხორცის, გინდა მწვანილის დაჭრა. მე ხა უბრალოდ ხანახან შეყოლა. პრივილეგია მაქვს რომ ვეღარ გადადიხარ სხვა რაღაცებზეც. გიждები კეთებაზე რა და თუ ხასიათზე ვარ, აი შემიძლია 1-3 საათი არ გამოვიდე სამზარეულოდან. ხინკალი გავაკეთე ამ ბოლო დროს, სხვათა შორის ჩემით, მაგრამ ეს რა წვალებაა ჩემი, აი მაგის და მე შენ ამის გაკეთებული ხინკალი. გაიყო? გუში როგორი კატლეტი გავაკეთე თქვი, მაგრამ შენ ბურგერებსაც ვაკეთებ. ბურგერები გავაკეთე ხო ერთი პერიოდი, მე და კატო ვაკეთებდით, მე წავიდეთ რაღაც მაშინ სიაფე იყო ბურგერების, მაგრამ იმიტომ ვეღარ გავაკეთეთ, რომ ეს გატანაზე ვერ იმას რა ხან ბურგერებს აკეთებდი და უკვე მაგაში ხარ კითხავ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი ბურგერში, რომ აი კარგი ბურგერი შენთვის რას ნიშნავს? პური. არის ყველა ერთ-ერთი, აი ხო ამბობენ ხორცი. თავარი ინგრედიენტი არის პური, როგორი გამოცხარე, რა კონსისტენცია, სირბილე როგორი აქვს, აი ეს კანი, ანუ კორკა ქართულად როგორ არის? ქერქია? ხო, აი ზედაპირი რა როგორია, იმ წვნიანს როგორ დაიჭერს, საწებელს როგორ დაიჭერს. რა და როგორ არის გამოცხერთ, თორე ხორცი ბევრნაირი არსებობს. იმას როგორ შეაზავებ, როგორ შეწვავ, ხა 2 წუთი ნახევარი აქედან, 2 წუთი ნახევარი იქიდან და რა მიდელ და ბადელ რაღაცებს რო ეძახი. ეს რაც გინდა ქენი. გინდა ცხრის იყოს და გინდა იმის, თორე ყველაზე ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც არ გატყდება, არ დაიშლება და ლამაზი იქნება და ჩასაკმეჭა და იმას მოუხდება, გააჩნია რამდენი აქვს შაქარი და ნუ ბევრი ისე, ვითომ არაფერი. ხო იცი, იმას შუფუცინსკის ჰქონდა ეგეთი სიმღერა რა, პანაშებუ კატლეტა იხლებდა, პავაშემო ბურგერ თუ გამბურგერ. რაღაცა სიმღერა ვღე. იგივეა რა, იმათი კატლეტი და პურია და მე ვიცი ამის ისტორია, რომ მიქოიანი კომუნისტების დროს გააგზავნეს კაჩი ამერიკაში და ტიპმა ნახა რომ ვიღაც მუშათა კლასი კატლეტს და პურს უბერავს რა. და ის გაზიროვკას, ანუ იმას კოკაკოლას. ეს ჩამოვიდა და სენი რო იყო 3 კაპიკიან შენ ვერ მოესწარი ალბათ 3 კაპიკიანს 5 კაპიკიანს ჩავდებდი ჭიქას ესე გარეცხები და გაზიროვკა ერქვა რა. და კახურიან ტარხუნა ჩამოისხებოდა. ხო შემოიტანეს აქ პეპსი მაგან შემოიტანა მიქოიანმა და იყო მე ესეთი დაჭრილი რუსული სერვილატი. ხო და ბუტერბროდებს ყიდა კატლეტი და პიურე და იგივე გააკეთეს რომ უცბად შეჭამო და წავიდა. აი ფასტ ფუდი საიტი მანდარია ხო იცი რაღაცა. კი გადმოი ტოჩკა დაარქვეს ანუ მათ ხო მაგდონალდს მაგრამ რო შედიხარო ეხა იყო ჩემი ახლობელი რუსეთში და იგივეა. ყველაფერი იგივეა, პროსტო სხვა სახელი ქვია რა. იმის პონჩია გასეირნება ამერიკაში რო ედი მერფის პერსონაჟი მაგდაუელს რო მაგდაუელია ზუსტად ხო? ადიბასი და რიტა პუმა. ხაროჩე გეტყვი რა ანუ მოდი ახლა გადავიდეთ ვის რომელი ამ საჭმელების კეთება მეც მიყვარს და მე მაგაზეც გადავა მაგრამ აი რომელი ქვეყნის საქართველოს გარდა რომელი ქვეყნის სამზარეულო გევასება ჩინური კერძები მაგრად მევასება ყველაფერი არის რომელი მე რომელი ის ტკბილჟავე აი ეს კარგად აქვს როგორ არის ეს შანხაური პეკინური განსხვავდება მაგალითად ერთი და იგივე აი გომბაო მაგალითად დავიყოთ რა რაღაცა ის სხვა ჩაკინძულსაც ეძახიან სხვანაირად იჭრება ხორცით სხვანაირად მზადდება პეკინური სხვანაირია შანხაური სხვანაირია ის ყველა აი როგორც შეიძლება რომ მაგალითად იმერეთში სხვანაირად აკეთებენ რაღაც კერძს და სამეგრელოში სხვანაირად აკეთებენ რაღაც კერძს ასევე განსხვავდება მაგრამ ის სინთეზი რაც აქვს აი ტკბილჟავეობა და ცხარეობა და რაღაცეები ბევრი გემოები რომ აქვს აი ეს ძალიან მომწონს რა ჩინურ ყველგან არის რა ყველგან ტკბილცხარე შემწარი ბოსტნეული აი გიждები აზერებს აქვს კიდე მაინც აზიაა რა ეგ რა ძალიან მაგრამ ბოსტნეულს მაგრა წვავენ გინდაც გაჩიანისკენ და იქით კაი პატარა პამიდურებს და უზბეკური პლოვი
ასლაპარაკო. გასინჯული გაქვს? ამათ მოშივდათ, ნახე დორბლებში ბანაო. ნახდი გასინჯული გაქვს? რა, უზბეკური. კი, როგორ და ხინკალი მაქვს უზბეკური. ეკითხა, იქ თქვენ თევზაობდით, რა ქვია, შანქორისკენ. ბიჭო, ხინკალ ესე აწერია. ვთქვი რა, პროსტო გავსინჯო და ესეთ ფიალაში მოიტანა ტიპმა რაღაც წვენში, ანუ ბულიონში. 3 ცალი ხინკალი რა. ჩვეულებრივ გემოქონდა ეხა ეს ცხვრის, რა თქმა უნდა. რო არ მქონოდა ხინკალი გასინჯული, მშვენიერი რამე იყო რა. ხინკალი შემოსულია ჩვენთან. ხო, ამბენ ჩინეთიდან. თავისაც ქონდა ყველას აქ რა, ეგეთი აი იმის ტანდემი რა, ცომისა და ხორცის რა. რავიოლი, მანტი, გალუფცი, პილმენი, ხინკალი, რა ვიცი, ხინკალიც არსებობს. ბევრს აქვს, თა და ხორცი რა, ანუ პური სადაც მოდიოდა, ყველას აქვს ეგეთი პონტი რა. ხო, იმიტომ რომ ეხა მაგით აი როგორც ყველი, ეხა ჩვენც ხო ყველი და ძალიან მაგარია, ხო სულგუნი ძალიან მაგარია. თუშური ყველის ძალიან მაგარია, გუდის ყველი და ასე შემდეგ. მაგრამ სულგუნი პირველად რომ გავიგე, რამდენი სახეობა აქვს ფრანგებს ყველის. შუქში ჩავარდი რაღაც 1000-ობით სახეობა არსებობს ყველის. აქაც დაიწყეს ქართველები. აქაც ახლა მესხური ყველები იყო, რომელიც მიკარგული რეცეპტები იყო და რაღაცები ჩაკარგული. უკვე რაღაცებს ურევენ რა, რაღაც პიტნას, ღვინოს რაღაც გავიგე. ხო, და ნაწილი შეიძლება ეხლა კეთდება, ნაწილი არის, რომელიც დაკარგული რეცეპტებია რა. და ერთ-ერთი მაღაზია იყო, უბრალოდ არ მახსოვს, რომც მახსოვს, არ ვიტყოდი მაგის სახელს. ვაკეში, ჩემი მეგობარი აბაშიძეზე, მაგრამ მან ვებაზრე იმას. საგო აკეთებდა ამ პატარა ყველები. მე გავსინჯე როგორი სუფრა იყო, იცი ბოდიში რომ შეგაწყვეტი, მაგრამ რო არ დამავიწყდეს რა, ნიაზამ რაღაც. მე რო დამავიწყდეს? ხა, მე გაგახსენე. ნიაზამ რაღაც სახლი იყიდა, წავედით რაღაცა, ვიქეიბე და საგო მოვიდა ჩვენი მეგობარი, აი თხის ყველს აკეთებდა. და ყველი მოიტანა, იქ მწვადის იყო რაღაცა, დედასფიცავარ მარტო ყველი უჭამე რა. აი მწვადი შეიძლება ერთი ნაჭერი და ვსვავდით, მაგრამ ისეთი ყველები ქონდა ხა, საგოს რეკლამას არ ვაკეთებ, მაგრამ კაროჩი, საგოს მოკითხვა, კოცნები ბევრი, უგემრიელეს, ყველა რაც გავსინჯეთ, 7-ნაირი მოიტანა თუ რა, 8. ყველა აი ობიანის პონჩი, იმის პონჩი, ამის, აი ძალიან მაგარი, გინდაც აი საფერავითაც, ყველა მაგარი იყო რა. აი ხა ჩემთანაც ალგორითმებში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ მე ვასება მაგის ყურება. სხვადასხვა ყველების აი გაჭრის პროცესი თვითონ, აი ხა მაგაზე პარმეზანს როგორ ჭრიან. დენაირი ყველი აქვს ტიპებს, აი გიჟდები პროსტა იტალიაშიც და საფრანგეთშიც. აი და დამპლინგებსაც იმაზე და რო არ დამავიწყდეს, ჩინეთიდან შემოვიდა თუ არ შემოვიდა, ეგ ცოტა ისეთი საკითხია ალბათ რა, რა ვიცი, შეიძლება ერთმანეთისგან პარალელურად ქმნიან მართლა ვისაც თაკ, ანუ რაღაც ეგრე გამოდის იმისი არ იყოს. რობინ ჰუდის სცენარი, რომ სხვადასხვა კონტინენტს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს, ისეთი თემაა რა. მაგრამ თვითონ ჩინელებს და ზოგადად აზიაში ეს დამპლინგები აქვს დაახლოებით ვორცდების 300 სახეობის. ანუ 300 სახეობის დამპლინგებია, ზოგი ასე დამზადებული, ზოგი ისე დამზადებული. ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე, ერთი არის Travel James-ი, ერთ-ერთი პირველი ტიპები არიან, ვინც food travel-ზე დაიწყეს ეს street food-ზე რა, ეს მერე და მერე კი უფრო დაიწყეს ვითომ უფრო აი ხო, აზიური სახერო აქვს. შესვლა თუ რაღაცა, ერთია ეგ, არა, აზიური სახერო აქვს, ეგ არის არ მახსოვს რა გავიხსენებ მაგას. ხო, მე მოწეული ეგ. და მეორე არის Travel James-ი. ეს Travel James და ორივე მაგტივს მარკ უინსი არის ეგ. მარკ უინსი და Travel James ორივე ყავს აზიელი ცოლი. და მოკლედ ერთმანეთთანაც კოლაბორაციები აქვთ ხოლმე რა. მართლა ძალიან დიდი განსხვავება ეხა შე რო თქვი რომ გურია და სამეგრელოს მაგალითი რომ მეყვანა ჩინეთის პონჩიც ეხა აღმოსავლეთში რომ მიდის ხოლმე იქ ეხა უფრო ჩინეთში რაღაც აღმოსავლეთ მხარეს არის უფრო მეტად ისლამი და სულ სხვანაირად აკეთებენ კერძებს ან სულ სხვანაირი ლაფშას რასაც ეძახიან ხო უფრო მეტი ცხიმი აქვს ალბათ თუ არ ვიცი სხვანაირია და გიჟდები ტიპებს რო უყურებ ანუ როგორი გებთან როგორია ფიღის და ძალიან მინდა რომ ჩინეთის აი სხვადასხვა პროვინციებში ჩავიდე და მარტო აი ლაფშა აქვს ისეთი ჯერ როგორი ლაიფჰაკები აქვს და ეს დანები როგორ ჯერ დაჟე რას უყურებდი ხოლმე იცი ერთ პერიოდში აი ტუნათევს ან ტუნეცებ დიდი ტუნათევზე რომ აი იმის სპეციალური დანები და კატანა და იატაგანები და რაღაცით რო ჭერდა ამას უბრალოდ აი თევზის გასუფთავებას ნუ აი მთელი მე არ წმინდა მაუ რასაკეთებენ აი ვიჯექი ერთი პერიოდი უყურებ ეხლა იმდენი თემა მიტივდება მაგაზე არ მინდა რომ ძალიან გადავხტე გადმოხტე მაგრამ იხტუნავი რამე ექსტრემ ფუდიც არსებობს ეგ რა ფუდი რა ბაზარია იცი აი მაგალითისთვის ტყეში სადღაც არა არ მეგონი იაპონიაში ეგ სპეციალური ადგილია ეს ზღვასთან არის რაღაცა ისეთი მარკეტივით არის ბევრი ჩადგმული პატარ-პატარა ქოხები
და როგორ არის ზოგიერთი თევზი არის მომწამლელი რა და თუ შენ სწორად არ გააკეთე ანუ სწორად არ გაარჩიე და სწორად არ შეერჩიე და სწორად მოკლედ სწორად თუ კერძი არ გააკეთე ძალიან დიდი შანსია რომ დაიბრიდო რა და ეთყობა ეგ განცდა ევასებათ ადამიანებს და ტურისტებს ვინც ჩადიან რომ ჭამონ ანუ ფაქტიურად შენი სიცოცხლე უნდა ანდო შევს იმიტომ რომ მასია დამოკიდებული რაღაცა რომ ოდნავ აერიოს და რაღაცა რომ შეყვეს იმ თევზის ნაწილში არის მომწამლელი რაღაც ხორცი და ნაწილი არ არის მომწამლელი მაგრამ თუ სწორად დაამზადებ არის უგემრიელესი და არაფერი არ მოგივა მაგრამ თუ ეხა პროფანია ტიპი და ეხა მე და შე რო გავაკეთოთ შეიძლება თავისუფლად ტიპი შემოგვეწამლოს ასე ვთქვათ რა და ეგ მიმართულებაც აქვს და რაღაცა პუნჩი თუნას რო აკეთებენ და მე თან ამოვხდება ბიჭო იაპონელებში იცი რომ როგორი ესთეტები არიან და ნახტები როგორ არის ეს ბრინჯი ხელით დაადო ხელიდან გაწვდის როგორი გადაღებული აქვს კაიცი აუ საოცარი ხალხია საოცარი და ამ ვარკვინზე მინდა მოგიყვა ერთი რამე კაროჩი აქ იყო ჩამოსული ტიპი ხო და რო ვეჯექი ამ ორივე იუთუბერს რა რომლებიც ყველგან დადიოდნენ სულ ფიქრობდი რომ მეთქი მე და აქ ჩამოვიდნენ მეთქი და ის ტრევილ ჯეიმსი არა მაგრამ ეს მარკვინზი ყველა კონტინენტზე იყო და აქაც გაიჩიტა აქ რო გაიჩიტა ნუ ხო ეხა ალბათ ტურიზმის სააგენტოსთან თანამშრომლობდა რაღაცა მოწვევით იყო ან რაღაც არ ვიცი მაგრამ საქართველოში აი რამოდენიმე რესტორანში იყო მისული აჭარული ხაჭაპურის დააგემონა ბახტრიანზე რომ ბატონი გიორგი აკეთებს თუ რაღაცა იქით ის და პროვინციებში მინდოდა რომ წასულიყო რა და ხევსურეთის ეპიზოდი ძალიან საკაიფო იყო მაგრამ ერთი დამახსოვრდა მაგრამ სამეგრელოში ჩავიდა არ ვიცი რა სოფელში იყო მისული სადღაც ზუგდიდთან ალბათ და კაროჩი გამოშტერდი რა ვისთანაც მივიდა რესტორანი კი იყო სახლი ქონდა ტიპს სახლი იყო თვითონ იყო ალბათ რამდენიმე ქალი ეხმარებოდა და მარტო მაგდენს ვერ იზავდა ესენი შეიკრიბნენ ვინც მიყვნენ ამ მარკვინზია ეს ტიპები და ნუ ჩვეულებრივია ეთნო მუზეუმია რა ჩათვალე სახლი კი არ არის ყველაფერი რაც დევს არის მართლა ეს არქეოლოგიური გათხრების დროს რო იპოვნო აი მაგდონის ძალიან ძველებურად მოწყობილი ანტიკვარიატით და იმით არტეფაქტებით კი ბატონო და ეს დატვირთული და ეხა ესენი დასვა რა და რო დასვა მე რაღაც შოუს ელემენტებიც ქონდა, იმიტომ რომ აი ელარჯს იღებს და თვითონ ესე პატარა დიდ სკამზე ადის რა, ესეთი რაღაც იმიანის გამეა რა. წელაუზაც და ჭერამდე ადის ტიპი და ეს ელარჯი ამოაქვს აი ამ ხელაზე და დებს და თავის შოუს ელემენტები და მე ქონდა როიალი რა, პიანინო რა მოკლედ და მოკლედ ზის და რას ეუნება რომ თითო კერძის გასინჯვამდეო, ანუ ყველა კერძს თავის სიმღერა აქვს. მეგრელი კაცია. ხო და მეგრელებს ხო ხანდახან რაღაც სტრანი ვოკალი აქვს ხოლმე ცოტა. ამასაც ეხა მე ვერ გავაკეთებ, გაციებული ვარ. ისედაც ძალიან რთულია მაგის გამეორება, გაციებულზე კიდე უფრო და სანამ აი მაგალითად თუ კუჭმაჭი უნდა გაესინჯა, დაუკრავდა და იმღერებდა. მორაჯი მეგონა გასაგარი თუ და ხა ჭამეუნება. ჭამდა. ეხა შემდეგი კერძი უნდა გასინჯას. ჭამდა ეს ტიპი გამოშტერდა. იკაიფერო ერთი 10 კერძი გასინჯდა. ყველა კერძს ჰქონდა თავისი საუნდტრეკი. ნუ ამ კაცის მოგონილი, მაგრამ ხო იყო. აუ ვიცი ამ მაგარიები მე ნახე ყველა პონში თქვენს ნახეთ YouTube-ზე მარკვინზი სამეგრელოში მისი მოგზაურობა და ისე ამონებთ ნახდათ რა ვაფშე ჩავიდეთ მაგ კაცთან გეუნები მე და შენ ხო გიას მოგონილი ვინც აკეთებს ბახტრიონზე რა სიძახი რომ მაგ ტიპის მოგონილი არის აჭარული? არა კაცო, გია სად იყო ბავშვობაში მაგ ნაჭამი და მამაჩილაც იყო გია. რა აჭარული? ეხლა მაგრამ ეხლა მოიგონა აჭარული გია მეთქი რა. არ არსებობს ეხლა გიას მოვიწევ და ვერ შევეკითხოთ რომ შენი მოგონილი ეს იმის არ იყოს ხო იცი სომეხმარო თქვა. ანუ რომელი წლიდან არის? შენ ძალიან პატარა ხარ ეხლა. აჭარული რომელი? აუ გეხვეწებით ვისაც შეგიძლია დასერჩე რა. გია რამდენი წლის არის ჯერ? აი დასერჩავს ეხლა ყველას და გავა. ხო და მე ხარ 6 წლიდან თუ 5 წლიდან რა ვიცი ანჩის ხატთან იყო ერთი აჭარულები და მეორე კიდე დომაფიცერა ვერქვა და იქ იყო მე რუსთაველზე და იქ ჭამდი და გია რამდენი შენ 53-ის ხარ გია შეიძლება 90-ის არის რა იცი. არ არის ეგრე რა. გაირკვევა. ხო ეგ იბის ვარიანტი ეხლა მაყურებელს მოუყვებით სეროჟამ რო თქვა რა. როდის? ვინ იყო? უკვე აჭარული იყო? ხო, გია თუ აჭარული, ეგ არის კვერცხი თუ კათამი, ეგ ბაზარეთ, ხო და ეგრე თქო სეროჟამ, ხო, ბიზა ჩემის გამოგონილია სუში. და როგორ ვიდა სერჟი კრას ლაპარაკო. მაგან ერთხელაც რომ არა იყო და წავიდა ფოთში საცხოვრებლად. იქ რაღაცა პერევოზები, რაღაცა მანქანები დაიწყო და მივიდა, ერთხელაც მობეზდა რა. დავიდა უდაჩკა აიღო, კრუჩოკი გამოაბა და რა ხთევზი დაიჭერა. გაზი არ არის, არაფერი არ არის.
და ბრინჯი ქონდა რა, საწყალი კაცი იყო. ეს ბრინჯი აიღო და ალბო წყალში ესე თევზი ათალა დაადო ეს და ესე შეჭო. სუში რა მაგარი რამე მოვიფიქრე. სუში რა მაგარი. აი ეგრე ვაშორეს და სუში. სუში რა კარგი და ეგ არის. გაირკვა? და გიას ალბათ აქ ვარია, მოდი ესე შევთანხმდეთ. არც ერთი მხარე არ დარჩეს განაცხადებული. არა, გიას კი არ ვაკნინებ, კაცო, ძალიან მაგარი ხაჭაპური აქვს. ფაქტია, რომ აჭარული მანამდე არსებობდა, მაგრამ ბატონმა გიამ ალბათ შეძინა კიდე რაღაცა ვარიაცია. რაფინირებული. ახალი თაობა. გახსოვს ის რო იყო? მემაჩუქეს ადამიანი. განათლების მინისტრი რო იყო, ხო იცი? და პატარა დიდებს ვაკეთებ. რომელ ერთი? ლომია თუ ლომაია. და პატარა დიდებს ვაკეთებთ გადაცემას ესე პატარა ბავშვები და პატარა ბავშვები ეკითხებიან რას ნიშნავს რაფინირებული და ეს განათლების მინისტრი რაფინირებული შეიძლება იყოს ზეთი რატო ალბათ უკან წაიკითხა ბოთლზე რა ვიცი რაფინირებული განათლების მინისტრი ერთხელ ვარ ვერნისაჟში რა, ცეკვაზე გამახსენა და კარგი გოგოები არ ვიპრანჭებით მე და ნიკუშა ლომიძე მივედით, მოვიდა ლელა წურწომია და თეას ეუბნება რომ კაროჩეო სიმღერა დაიწერაო და კლიპისთვის მინდა ცეკვაო რა, აბა მომასმენინეო რაღაც ჩართო და ღამე ისეთი ცევია, ზემლე გადაგზდა და კაიო და ერთი წუთითო და მოდიო რა, ერთ ხუთ დღეშია და დაუდგა რა, აი ჩართეო ღამე ისეთი ცევია ნე დაუდგა და ვა კარგიაო რა. გავიდა ერთი თვე კარჩი და ლელამ ახალი სიმღერა აქვს რა. და მინდაო რა, კიდე ცეკო რაღაც. აბა რა სიმღერა მოусმინო და ღამე კუჩას მიუყვები რაღაცა და კარგიაო ერთ კვირაში მოდიო და მოვიდა. ღამე კუჩას იგივე ოჩკარა. ეგ ლეგენდარული ცეკვაა. რა მოძრაობა ლელა. ღემდე შენ იცი ეგ ცეკვის ისა? აი ნახე. ნაღდი რაღაცები ხო თაობებს უძლებენ ხოლმე. ნანახი გაქვს ეგ ცეკვა. იცის, აი ეს იცის ყველა. ნახე, ეგეც ბრენდის თემა. ეხლა აქ ვერ ვაკეთებ. რა ღამე ქუჩას მიყვები ყველა თაობის ტიპმა იცის რა. დარჩა ისტორიას. ეგ თემა. ბიჭო, გახსოვს ადრე ეხლა მაგაზე გამოსცენა აჩიკო მეფარიძეს და მაგათ ხო ის ქონდათ კაცო რა. გავადრო მიწები, ვაფშე რა დრო იყო ეს და მაგას და ლელას ვაქვთ რა შოუ ქონდათ პირველი ფილარმონიაში რომ საქანელა რო იყო და ამ საქანელაზე რო ქანაობდნენ შეჩემა რა მაშინ სად იყო ეგეთები და VHS კასეტებზე იყიდებოდა ეგ კონცერტი ხო არ გადაობდა გავადრო მიწები სუ იყო ეგ ქონდა დაჭერილი კოზირი რა ერთხელ ჩვენ თვითონ ვაკეთებდი და არც ტელევიზია ჩვენ სამეგობრო წრე და ვაკეთებდი ხოლმე ყოველ ახალწელს კოსტიუმირებულ რაღაცა კარნავალს საახალწლოდ რა და ნუ ნატო ბოჭო ეს ტრიო ნატალი არის მე ვარ ბონიემი ის ვარ რა ქვია ბობი ფარელი ესენი და ბონიემი ის ვიღაცა გიტლერია ის რაღაცა არაბელა დრამონდია ის ვიღაცა გიტლერი ვინ იყო ცმობას ვიღაცა ახსოვს უარ მითხრა ერთი ტიპი იყო მე მგონი ყუბწო იყო მუქერია მე მგონი ნუ ვიღაცემ და მოდის აჩიკო მეფარიძე ვიღაცამ დაპატიჟა და აჩიკო მეფარიძე არის აი თავის მანზე დოქტორ ზლო ოღონდ ეგეთი ისეთ მინიმი ვაიმე მოვიდა და თუ ესეთი კოსტიუმირებული იყო გეთქვა და გამოვიცვლიდა ოღონდ რაზმანზე იყო ეს ბალთა კამარი აქესიათ სუფთა დოქტორ ზლო მაგრამ ესე მოძრაობდა რა პროსტო და მაგასთან ხო იცი სახში შალვასთან რა გინდოდა ბიჭო მაგასთან სახში მათქმევინე ბიჭო წესი რა შალვასთან რო ვიყავით ეხლა მე ერთხელ საქართველოს რო ვაკეთებდით მაგ პერიოდში რაღაცა კლიპი უნდა გაგვეკეთებინა რა ტასოც იყო იქ და ანანო რო იყო ერთი გოგო გახსოვს კიდე მანდ არ იცოდინე რა ანანო და ტასო ბარნოვა ანუ თათია სამხარაძე უნდა ყოფილიყვნენ კლიპში სადღაც ბორჯომში რო გადავიყეთ მე რო ვითომ ისეთ ტიპი ვარ რაღაც შუბებში და რაღაცებში და მოკლედ ზმანი გჭირდებოდა რა ჯოხით უნდა ყოფილიყავით და იქ დიდი ისეთი რაღაცა იქ ზმანის სათხოვნად მიყვები ზმანზე დავადექით ჩააწყვეს ეგრე ადვილი კი არ იყო ძმაო იქ ვიღაცებმა გადარეკეს გადმორეკეს და გაგუშვეს აჩიკო მეფარიძესთან სახში და აი გამზმანა რა ეს მოგიხდება გამოიტანა იქ ბაბულასთან დავდივარ ოპერაში შინაჩიკო და აი ეგ კლიპი მე განახებ მაგ კლიპს რა მე კი არ მიყვარს მაგ კლიპის ნახვა იმიტომ რომ ჯობდა რომ ჩემ ბიოგრაფიაში არ არსებობს ეს კლიპი მაგრამ მახსოვს რომ აჩიკოს გაზმანული ვიყავ სადღაც ბიჭო უკან ტასო ბარნოვა და ერთი გოგო ანა ვაკეთებდით ხოლმე რაღაცა ნომერში ჭკუაზე არ არიან და მე ვითომ აი ეგეთი ჟიგოლო ვიღაცა ისეთი ტიპი ვარ შუბაში მიჭირავს ესე პერსნები და ისე და ნუ აი წარმოიდგინე რა რომ აი
მივადექით, ანუ ყველაზე ტოპ პონტი გაიჩნდა, რომ აი ისეთი ზმანი მჭირდებოდა, რომ აჩიკოს გარდა არავის არ ქონა ძმა. ბავშვი ყველაზე სიგიჟე გითხრა? აჩიკოს გაიჩნდა რაღაც მე მეგონა, რომ ბევრი გადაცემა იქნებოდა ეგ, მაგრამ ერთი გადაცემა იყო და უნიკალური აჩიკო მეფარიძეს ზის და ვიღაცა გოგო უნდა შეხვდეს, ანუ ფან სახვედრებენ რა, ეხლა წარმოიდგინე აჩიკოს მასშტაბები, ეხლა რომელ წელს გიყვები, იცი? 15 წლის წინ. მეტი. ანუ თუ 20 შეიძლება? აჩიკოსის გენიალური ზმანი, ხო იცი, აქ რო რაღაცნაირად ვთავრდება რა, ესეთი რო იყო, აი აქ ფეხებამდე რომ მოდიოდა და მე რაღაცნაირად ესე ადიოდა და წითელი ესე რაღაცეებით, რა, მოქარგული თუ რაღაცა, სათვალე მისი დიდი კოლექცია ქონდა ამ სათვალეების, ნუ ეს გადაპარსული და ზის, короче, და ეს გოგო მოდის, რომელსაც მიაჩნია, რომ აჩიკო არის, ნუ უცხო პლანეტელი. ანუ და დედასპიცა გადაცემა უნდა მოვნახო ეგ YouTube-ზე დედასპიცა ვარ ადამიანი ხდება და როგორც აეხა ჰოლივუდში რაღაცა იქ სხვადასხვა ისტორიები არსებობს და მოგიყვები რიკი მარტინის ისტორიას პიზდეცია ანუ ფანს რო ახვედრებენ იმას და ნუ ალბათ ეხა დიდი კასტინგი იყო იმიტომ რომ აჩიკოს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა ერთ-ერთი ერგო პატივი რო აჩიკოს შეხვედროდა ძმაო და ეგ ინტერვიუ არის შედევრი ეს გოგო ჯერ როგორ ღელავს სანამ აჩიკო შემოვა მარტოა ვერითმეს რომ ის ცხოვრება დასრულდეს რომ ერთ-ერთი ოპცია და კონდა რომ აჩიკო ენახა და აჩიკო ვაიმე შევჩენკოს პონჩია შემოდის მე აჩიკო ჯდება და აი ამათი დიალოგი ეს ფანი როგორ ეუბნება როგორ ოცნებოდა მთელი წელს შენ არ ხარ ამ ქვეყნიური შენ სხვა მე მჯერა ამის მე ამისი მჯერა ხო ჩემო მეგობარმა რო წაიყვანა აქ მეგობრის სახელ და გვარს არ ვახსენებ, მაგრამ ხდება ეროები მოგესალმე უნდა მოუყვე ეს აბა. დარჩა რიკი მარტინი. სადღაც არის რა ბალტიის პირეთშია, სადღაც სწავლობს და ვიღაც ძალიან ისე ინტელექტუალური გოგო მოეწონა რა და ესეც თვითონ ისეთი ტიპია რა ძალიან რაფინირებული ბიჭია და წაიყვანა აბსურდულ სპექტაკლზე. ნუ რატო წავიყვანო, მაგრამ რაყლევა რამინდო და ნუ წაიყვანა აბსურდულ სპექტაკლზე რაღაცა ჩაქრა შუქი ესეთი პუშკას რო ეძახენ ეს განათება, მრგვალი განათება, ვიღა ტიპი გამოვიდა ამ გოგოსთან არის და რაღაც გამოვიდა, короче, ვიღა ტიპის კამი დადო, playboy გაშალა, ჩაიხადა და ანძრევს ეს ტიპი. და ბიჭო, მაგრა დაუიძაბეო, ნუ გოგოსთან ერთად ვარო და короче, ანანიზმო ძალიან მაგრად თან და ბიჭო, ხალხი ჩუმეო და ვიღაცა ადგა რა, მაყურებლიდან და когда это разврат закончится ვიღაცა მაგ და кто здесь? ეგ ითამაშა, მარტოობა ითამაშა. და მორჩა სპექტაკლი. იმის მერე ის გოგო არ მინახიო. თეატრალურში რო იყო ლეგენდა დადიოდა ვიღაცა ტიპი, ანუ მაშინ ხო გასაუბრებები იყო და ამბობენ რომ აი ესეთი ტოპ არტისტები საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ ბერიკაშვილი, ეს 4 ჟიურის წევრია და არჩევენ ახლა სტუდენტები, რომლებიც უნდა მიიღონ და მაშინ ძალიან რთული იყო იქ მოხვედრა და ერთ-ერთ ბიჭს უთხრეს რომ არ ვიცი ახლა ნაღდია თუ არა ეს. მოკლედ თეატრალური old school მსახიობები ჩვენები დგანან და ეუნებიან ტიპს რომ ვიღაცას უთხრეს რომ აი გააკეთე რაღაცა ტყემალი, ნუ არ გაუსწორდა. გია ფერადის ამბავშები საათი. არა, საათი არა, ისა და ვიღაცას უთხრეს რომ აბა გააკეთეთ სპილო. აი რა სიზავდა შენი ეს. ამოიღო და ჯიბები გადმოიწია. აი ეგ იყო მოარული პონტი კრეატიულობის. გიაზე ამბობდნენ თუ ვიღაცაზე ამბობდნენ, ვითომ ნაყინი ხარ და დადნიო რა. რა ქნა? ოფსა. ვიღაცაზე არა. მოფსა და გუბე დააყირა. ნუ ეგ მე მქონე კრეატიულობასთან ახლოს. პატარა რო ვიყავი დავდიოდი გოგითოდაცე იყო რეჟისორი გახსოვს ეგეთი. კი. მოზარდებთან იყო ხომ ბერიკები ქონდა ეგეთი თეატრალური წრე და მე სადაც დავდიოდი იმას სხვა რამე ერქვა პრესტიჟ შოუ თუ რაღაც ეგეთი სიგიჟე და იქ იყო მოსული და აი პირველად ეგეთი რაღაცას რო შევესწარი იყო ის რომ რაღაც დავალებებს აძლევდა ბავშვებს და აი მე მითხარ რომ გააკეთეო რა ქვია ტყემალიო და ნუ დავიბენი ხა პირველად ვიღაცა რეჟისორია მოსული რაღაცა მორიდებული ტიპი იყო სხვათა შორის ძალიან და ვერ მივხვდი რა და ფიქრობდი და ნუ შეატყო ხა ტიპმა რომ ვერ თუ რაღაცა მეთქი რანაირად ფიქრობდი რომ აი ხوار დამრგვალდე თუ რა გავაკეთო ხა რა და რომ წვალობდი მიხვდა თქვა რომ გიორგი გაუკეთე ტყემალი და იმან პროსტა დაიჭყანა ის გააკეთა რა ეგ იყო ჩემი შეხება ეგეთ რაღაცეებთან და ხო ამიტომ მე არ ვიცი თეატრალურზე რომ სულ ხომ მინდოდა ჩაბარება მაგრამ ეგეთი რაღაცები თუ ისე რატო არ ჩააბარე მამით ბიჭო რა ფეხბურთი ერთ-ერთი მიზეზი რომ ფეხბურთს ძალიან აქტიურად რო თამაშობდი მაგისთვის სივრცე აღარ მრჩებოდა და
კიდე მახსოვს რომ მაშინ აი მამაჩემ მითხრა რომ აგინაშვილო იქო ბოზები არიან თუ რაღაცა მაგის გამო მაგრαβე ჩუბე მე მამაჩემს მეთქი რა ლაპარაკი გია მუთხრა მამაჩემ რომ ხატავდი და რაღაცა და სტერეოტიპი აღარ არსებობს ხო იმედია რა თეატრალურზე ისევ მაგას ბაზრობენ მშობლები ძალიან კარგი მეც მინდოდა ჩაბარება ერთი პერიოდი რა რაღაცა ვიფიქრე და რაღაცა ნუ გიამ თქვა რომ ფული არ ექნება მსახიობს რა ფული უნდა კონდეს და ხატვრებს ხო გვაქვს იმ ხელომაყუთი რომ რა ვიცი აღარც ხატვარი გამოვიდა ჩემგან აღარც არაფერი ნუ ხატავ დაუბრუნდეთ კერძებს თორე გადავედით უკვე პაშტეტებზე და ვიღაც ქალებზე დაუკრეფავში და რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი ნახე ეხლა შენ ბევრგან ხარ ნამყოფი რა მაგრამ მაინც კითხავ ტოპ 3 ქვეყანა სასურველია რომ იქ ნამყოფი არისო მაგრამ ხო შენ თქვი აი ყველაზე მეტად რომელ ქვეყანებში გაგისტორდება და მოგზაურობა ოღონ აი საჭმლის კუთხით თქვი აი ჩინეთში წავიდოდი მით უმეტეს რომ ფრენის მაგრამეშინია და მაგრამეშინია მაგრამ აი ჩინეთში წავიდოდი საჭმელად აი საჭმელად ამბობ ხო რა წავიდე და რაღაცები გავსინჯო ხო ჩინეთში წავიდოდი კიდევ აი იტალიაში წავიდოდი სადმე სოფელში რა აი სადაც აი ყველაფერს კარგად იტალია ესპანეთი რა სოფლად აი ეგეთი რაღაცა აი რაღაცა რესტორანი ბუტერბროდებს რო აკეთებენ და ის ხამონი რო აქვს და იმათ კიდე მაკარონები თუ რაღაცა და თავის ყველით რო აი ამებს გავსინჯო ნახთ ოღონდ ის რესტორნის და რამე არა იქ რაღაცა ფუფულფუ აი ნაღდი რაც არის იტალიელებს დავაგემოვნებ ბებერი მაფიოზის ოძახში რო შეხვდები აი სადღაც ხო რა სოფლად la vagacci ancora della tutti la spaghetti questa la jamon და კიდე საწავიდოდი ისეთი რაღაცა და აი ჩინეთი იტალია და მეტი არ მეყვარს სხვა საჭმელები სადაც საჭმელად არა ინდოეთ და ფეხით გაკეთე ჩემი ფეხით დაწურული ღვინო გამიგია ჩემი ფეხით გაკეთებული საჭმელი ზედა მოტყ ინდოეთში არ მე ეხლა ხანს გადასცეს ერთი ინდოეთი всё ეგ არის ესპანეთი იტალია ჩინეთი მექსიკაც ხო კი ბატონო შენი ხა წამო ერთად წამო მაგრამ მე ფრენის მეში არა მექსიკაც მაგარი მაგათი ტაკოები და ეს წასვლაზე გავახსენე დეფი წაიყვანა კომუნისტების დრო რჩება და დეფი რა მაგარ ამბავს გიყვები დღეს გამახსენეთ აზოს უყვებოდი და მეთქი და კაკდა მოგზაურობა რა მაინც სანამ გააგზელებ არ ვიცი სად არის ხა დეფი საქართველოში არის მე მგონი ხო და დეფი და მეგობრობ და დეფი სასწაული ისტორიები აქვს და კარჩი დააბა ზაზა შენგელია რომ ამდენი ფული მჭირდება რომ საფრანგეთში რაღაცა დოკუმენტურ ფილმს გავაკეთებ ერთი ოპერატორი მჭირდება და მეო და დააფინანსა რა ტელევიზია და წავიდნენ კაუჩე მეორე დღეს მოიხედა და ეს ოპერატორი ბიჭი არ არის გამქრალია რა და წარმოიდგინე როგორი პერიოდია ეს ოდერები აღარ დაყვებიან საზღვარგარეთ მაგრამ მაინც აპასრია ხა ტიპი წაიყვანა რაღაც დაიკარგა დატყდა საცხოვრება და ეძებს რა და მონპარნასზე გავიდა გამოვიდა კავშირი გაგიჟებული ვერ პოულობ ტელეფონი მობილური ის პერიოდია რომ არ არსებობს და ამ ბიჭზე და ვიღაცა რაღაცა ესეთი ვიტრინა შევედი ძალიან ისეთი რესპექტაბელური ვიღაცა მუჟიკი ზის რა ეს ტიპი და aujourd'hui რაღაცა უთხრა და ამან თავისი ინგლისურით უხსნის და გატეხილი ქართულ ფრანგულ ინგლისზე და კამერამენ boys 60 years რაღაც 16 წლის რაღაცა და კამერა და one moment aujourd'hui je suis rentré je chante moment და წავიდა ის ტიპი და ზუსტად 10 წუთში შემოდის ეს ტიპი და შემოყავს ბაბაჭკი ტანგით აი აქ ვარაზის ხევი და სპიცალა აი ესე ძუძუსთავები რო შიგნით აქვს ხი ნავარჯიშები კუნთიან ზაგრიანი ბიჭი ეს დიდი ქალი საწავიდა ეს გიდაო კამერამენ boys 16 years აი ეს გიდა და ეს კუნთებს რო უთამაშებდა ვერი პოვაი მე გეტყვი მე საწავ აუ დეფი რა კაცი რაღაცნაირი ხმარო ქონდა ეს რა ქონდა მაგას გადაცემა რა ერქვა მე თქვენ გაეუბნებით რომ გლები სასწაული ცხოვრება არიან ისინი კი ძალასებ და ჯიშია მაგრამ განსხვავდება მეორე არხსი არის ხო მე დეფი რატო უნდა დავხატო ხო აკადემიას რატო უნდა დავხატო როდესაც ლეონარდო უკვე მორჩა ყველაფერს აუ რა მაგარი მონოლოგები ქონდა ხო სასწაული კაცია მაგარი რეჟი იყო ძალიან სხვაგან არის რა მე წავიდოდი ბიჭო ინდოეთში ძალიან მინდა იმიტომ არ ვარ ნამყოფი მე თუმცა ხო გეუნები ახლა თითები არ მაქვს ჩაგიყოფდი პროსტო არ შეიძლება დედასპიცა ვარ ეხლა ხანს გადასცეს YouTube-ზე ხო იცი ძალიან ბევრი ნახვები რო გაქვს ხოლმე არ ვიცი რამდენი ნახვაზე არის იმას რომ ვერცხლის YouTube-ის იმას რო გაძლევენ რა ქვია
100k ხო? ანუ 100 მილიონი. მე ოქროსი უფრო ბევრზია, ხო? 100 მილიონზე? 100,000-ზე? ოქროსი რამდენზე? და პლატინა? თუ არ არსებობს პლატინა, მე ბოლოს წავედი იმისი რომ. მოკლედ რა, ანუ YouTube-ზე თუ აი მაგდენი subscriber-ი ყავს, გაძლევენ და მოკლედ ამ კაცს ვიღაცა ტიპი იყო, რომელიც ინდოელი როჟა, რაღაც ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მიდიოდა ერთ ტიპთან და სულ უღებდა და მე მივიდა და ბარბა ჯანტი კორტი პაჰე უთხრა რომ ეს შენ გეკუთვნისო ძიაო რა და ეს რა როჟა იყო მითარგმნი ხო სულ უხასიათო დინიპარტე სულ უხასიათოთ აი ესე რა თქმა უნდა რომ ეს ისეა ლოტუსზე და აი აქ გამზადებული რაღაც ქვაბია რომელშიც აი შიგადაში ვიღაც ორი მოდის ხოლმე და ამატებენ არ თავდება არასდროს და უკან კიდე 1 3 4 ალბათ მაგისი ძმისშვილი ვიზაშვილი ვიღაც შუდრები არიან და პურები უგდია და ეს აი რა სწრაფად ესე ფოთოლი რაღაც რომელიღაც ხის ფოთოლს უცებ ჩაალაგებ და ამას იღებს კაროჩე ასხავს მე ამ პურს აწვდიან და აი ზუსტად რა ვიცი ძმაურა 7 წამში გადმოგიღებს მოგცემს სულ არის უხასიათოთ სულ ვიღაცებს ეჩხუბება და რატომღაც მაგარი ჩამთრევია რა მეც ეხა რაღაც აი სულ რატო უნდა გისტორდებოდეს ეხა ტიპი რომელიც ეს ის დაბინძურებული რაღაცა იმას იღებს რაღაცას გეუნება იქ მიდის ხალხი ჩაუსხავს რაღაცას გეუნება არაფერი მაგრამ აი დებილივით მიშტერებული მართლა ვიყავი რა მაგია ვერ ხვდები დაიწყობა ძალიან ბევრ ნახვებზე ავიდა ტიპი რა და მაგიტომ მივიდა ის ახალგაზრდა ბიჭი და გადასცა ეხა მაგედან ნახდად ვერ შევჭამ ძმაო და მაგაზე ერთ ინდოელს აქვს ნაბაზრი დოკუმენტური ფილმია ვიღაცა ეგრე ჩადის რომ შეჭამო საჭმელები ინდოეთში და ეუნება რომ ნახეო მე რო ჩავალ ეხა მე რომ რაღაც უბნებში არ ჭამოვთ რომ მე რო ჭამო ისო მე არაფერი არ მომო იმუნიტეტი მაქვს უკვე რა მაგრამ შენ ეგრევე ცუდად გახდებიო და არის ოღონდ მაინც არის იქ თავისი ადგილები და უბნები და რესტორნები სადაც ეხა გორდონ რამზიმ შეჭამა იქ და როგორმე ეხა მე შევჭამ რა ანუ აი ეს ბატერ ჩიკენ და ბატემონ ჭარება სასტუმრო მახარაჯაში წავიდოდი ჩამოწვებოდი რაღაცა იქ ინდოეთი გადავიხედებოდი მუმბაი ბარი ჯარტე და რა საყვარლები არიან იცი ჩემი ძმაკაცი ჩავიდა მან და სადღაც შეჭამა და ერთი რაც აქვს მაგას ვერ წაართმევ რომ ტიპმა გაუკეთა საჭმელი მე ეს ჭამს და მივიხედეო და იქიდან ვიყურებოდაო და მე რომ მისტორდებოდაო ჭამავე ნანუ მანარი კეთე ბედნიერი ვაი გოდი მაჯი გაახარა თავის იმითი რა ენერგია ჭუჭყიანი შეიძლება არ მაგრამ ენერგიას დებენ ძმაო ის ხო და ის ძველი ანეკდოტი როა გახსოვს ტიპი რო შევა რაღაცა და პლოვს რომ მოითხოვს პლოვი მინდა ნიტო მეგრელზეა რა მნიშვნელობა აქვს ვიღა პლოვს მოძდა და გააძრებს და ესე ფანჩარი აგდია რა და ეს რა არისო და მაგარ ამბავს დააწევს რა ამ რესტორანს და აი რაღაცა და გაატრაკებს დახურავენ რესტორანს გავა დრო რა და ეს რესტორნის დირექტორი ბარდელში შედის რა და რაღაც ოთახს კარებს გააჩედის ბარდელში ოკეი და ეს ტიპი არის ჩაყვინთული რა ვიღაც ხალთან არის ჩაყდი შენ ის არა ხარ რომ მაგის დედა ერთ პარტარა ფანჩარზე რო გატვინი და ეხა აქ რა მე ყველაფერში წესრიგი მიყვარს აქ რო ეხა ერთი ბრინჯის ნაცვლად იყო დედაც მოუყმო იგივე ისტორიკას ავტეხალ მართალია ხო რა მართალია ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს ჩემო აქ რო ბრინჯს რა უნდა იქ შეიძლება გაიჩითოს რა იქ რომ მოიწყოს ეს რა არის აი ეს რა მენეჯერის დამიძახეთ აი ესე უნდა იყოს 12 ჭხირით საჭმელებზე კიდე რა არის საინტერესო ბიჭო აი მოდი ახლა ერთ დაჟე გემოებზე აი საჭმელი არ არის მაგრამ პედრო დაგიღეჭავს შენ მოესწარი პედრო შენ ბიჭო ბევრს არა რატო პედრო გაგისინჯავს ქეთო გაგისინჯავს ანა შენ თქვენ ბიჭო პედრო აი ეს რომელი იცი პედრო პედრო არ დაგიახო აი ის გაგიდიათ პედრო ჟვაჩკა ბორია გადაი აი პედრო ეგ არის რა ჭედო შენ ხო მოესწარი პედროზე გაზდილეს ქონდა არა ის ქონდა სომბრერო პედრო ერქვა ნაკლეიკა შიგნით არიდო ხო მაგაში არის არა გემო რომელიღაცაში იდო ერთი კი ხო მაგრამ ერთ-ერთი იყო პედრო კი ის რომელი იყო დონალდო ბაზუკა იყო ეგა ბაზუკა და სუპერ ბაზუკა არა ერთი რომელზე გეუნები იცი აი პედროს გამო დაბადების დღეზე აღარ წავედი გაიბერა წყლად დიდი თმები მქონდა და დედა ჩემ მე ესე მაძრობდა აქ შემჭრა რაღაცა და ნუ კაროჩი დაბადების დღეზე ვეღარ ბიჭო ის რომელი იყო კაცო რო გახსნიდი და შიგნით რო აი პატარა კომიქსივით რო იყო ეგ იყო დონალდოები იყო დონალდოს ქონდა ეგ დონალდოს ქონდა და ქართული რო იყო მე ვაგროვებდი ძმაო მე რო თამაშობდი მაგაზე ვიბა ქართული რო იყო ყავის რა წიწილები რო ეხატა თუ რაღაც შოკი და პატარა FIFA ბურთები რო იყო პედალე ბურთები რო და სიგარეტი რო იყო ვითომ სიგარეტი აი მაგასაც დაკრავდა იმ პედროს გემო ოდნავ რა
აი, იცი რა თემაზე მით ერთი გებაზრო კიდე? აი, გოგოების აზრით საინტერესო იქნება. მე ხა არ ჩანამ თუ მართალია, მაგრამ აქ არის ორი გოგოა. ერთი შავი, რებს ყვებით ამ გოგოებს ჩაცმული. ნახე საჭმლის კეთება. აი მაგალითისთვის ადრე იყო ეგეთი სტერეოტიპი, რომ კაცი თუ იყავ, ეხა საჭმელი რა საჭმელი უნდა გაგეკეთებინა, ხო? რაღაცა ეგეთი მიდგომა იყო, რომ რეგიონში თუ ეხა რაღაცა ქელეხი იყო, მე რავი დაუძახეთ აბა ერთი რაღაცა და მითქვამში გაეკეთებინა ყაურმა, მაგრამ ესე რომ ეხა სახში რაღაცა კარტოფილი ან რაღაც იყვნენ ტიპები, ვინც აკეთებდნენ, არ უთქმა, მაგრამ ზოგი მალავდა მაგალითად, ხო ხტები რა? ანუ კაცი მარტო ხორცთან მუშაობასთან იყო ასოცირებული. ხო და ეხლა თქვენ თაობაში მაგალითად აი ახალ თაობაში ბიჭი კუკინგი ანუ ბიჭმა რო საჭმელები აკეთოს სახში ხო უკვე ნორმაა ხო მოსულა ეგ მაგაზე ხო რა გაუტყდება ბიჭს სხვა ბიჭი მიაძახებს რომ ბიჭო ის რო სიმონ გიო სახში მაინც არა ხო ეხა კაი ტონია და ადრე ცუდი ტონი იყო ხო ბიჭო ყველა მაგარი ზარეული რო კაცია არა ადრე ეგ ყველაზე მაგარი ზარეული კაცები არ არის ქალებიც აკეთებენ რა თქმა უნდა და დაჟე ხო მაგას ეხა თავისი მიზეზებიც აქვს რატომაც რატო ნუ აქ ხარ რა იმიტომ რომ სხვა ისენი აქ რეცეპტორები მამაკაც თუ რა არა რაღაცებზე არის მიბული ხა ეგ მაგ თემაზე გამახსენა ნონა გაფრინდაშვილთან რომ ის გველესიანი ბაზრობდა რომ უმეტესწილათო ყველაზე მაგარი მოჭადრაკეებიო კაცები არიანო და ნუ მანდაც ეგ თემა წარმოშო რომ ბევრი მიზეზი არსებობს იმისი თქვა რატო ტარდება ქალებისთვის ცალკე კაცებისთვის ცალკე ანუ ქალს სხვა რითმი აქვს იქ ბავშვები ყავს მისახედი იქ ნუ კაროჩე არსებობს ეხა მაგაში ეხა ისე ვერ ჩაუღრმავდები მაგრამ ფაქტი ეგ არის რომ უმეტესობა შეფი თელ სოფლიოში არის კაცი მაგას ვერ რა მიზეზებია ეგ ცალკე როცა ბიჭო კონდიტერებიც კაცები არიან მაგრები საჭმელები რაც არის რა ბევრი ინგრედიენტის არის კაცები აკეთებენ საუცხო მაგრამ კარტოფილს რო აი მარტივ რაღაცებს ქალები აკეთებენ ისე რომ აი განუმეორებენ იცი რატო აი მიზეზი გეტყვი ნახე ერთ რამეს ვარ დაკვირვებული აი მაგალითისთვის რა როცა მე ვაკეთებ მე ხო ხშირად და ყოველდღია რო ვაკეთებ. ამიტომ მე სხვანაირად ვაკეთებ მაგას, მეტი მოთმინებით, მეტი რაღაცა დროც ეგ არც ეკონომიაზეც არ ვფიქრობ, ხო, რაც ჭირდება, როგორ ჭირდება ვაკეთებ. ქალები, რომლებიც შეიძლება უფრო სახში, ანუ კიდე სხვა რაღაც დალაგების თემა, ცალკე კიდე ბავშვებს უნდა მიხედოთ, ცალკე რაღაცა, იმათვის ეგ არის უფრო პრაქტიკული მომენტი, რომ გააკეთონ საჭმელი, რა თქმა უნდა, ყველა ქალ სიამონებს, რო ასიამონოს თავის ოჯახის წევრებს, მაგრამ იმდენი რამეა კიდე, რომ ის უნდა მოასწროს. ამიტომ იმაში ახლა ვერ დადგება და ცალკე არტივით ვერ მიუდგება, რაც ჩვენ შეიძლება გქონდეს მაგის ფუფუნება და ქალს ნაკლებად გქონდეს ამის ფუფუნება, ანუ მაგასაც ვაკავშირებ შეიძლება. ხო, მაგრამ მამაკაცებიც ერთ-ერთი მიზეზია ჩემი აზრით. შეიძლება, ხო, მაგრამ რაღაც რესტორნებში ხარ შევიხები სახელწოდებას არ ვიტყვი, მაგრამ აი ყოფილვარ მაგარ რესტორანში და აი მაგარი ხინკალი აქვს სიტყვაზე რა. და მეორეჯერ შევსვლა და ბანძი ხინკალია. იმიტომ რომ გამომუშავდა მე ხალი. ხო, აი ეს მითხრეს რომ ის ხალი ვერ აკეთებსო. მე მეგონა იგივე აი რაღაცა. ყოფილა რომ ის შეზავება რა, აი ფარშის ხორცის ან სხვანაირი ყოფილა რა. ხო, ნუ აი ცუდზე არ გეუბნება, ნუ აი ის არ იყო რა, მოლოდინს ვერ გადაპირიქით. ხო, აი მასტერშეფშიც ახლა ძალიან მიხაროდა რომ პირველი სეზონი სხვათა შორის მოიგო გოგომ და მე ანუ ორი რამე მიხაროდა რა, ერთი ის რომ მომწონს როცა ბიჭი აკეთებს საჭმელს ძალიან მომწონს იმიტომ რომ სისულელე მგონია ახლა რა მე ხო გეუბნები ახლა თავის დროზე ჩემნაირი ტიპი რა ვიცი საჭმელებს არა მარტო საჭმელებს ჩვეულებრივად ვალაგებ ანუ მე თუ დრო მაქვს მაგალითისთვის და ხანის ძინავს ან დაღლილია რაღაცა იმას არ დაველოდები რომ ხანი გაიღვიძოს და დაალაგოს ყველა პონჩი სიამონებით იმიტომ რომ ჯერთი მე მევასება რომ დაალაგებულე მე ბავშვებიც მოვლენ იმათაც გაუსწორდებათ ხო ანუ ეგ მომენტი არა მაქვს მე ეგრე უყურებ რომ ადამიანთან ცხოვრობთ და ვარ წყულთან ერთად ხარ ისეთი თემა არა ანუ ვისაც რისი საშუალება გაქვთ იმ დროს და ვისაც რისი დრო გაქვთ ის უნდა გააკეთოთ არ არსებობს რაღაცა ბავშვს ეხა პამპერსის გამოცვლა იქნება თუ რავი მობანა თუ რა ნებისმიერი რამე არ მაქვს ეგ რა შეიძლება უბრალოდ რაღაცა თქვა ნერვებზე ვიყო იმ მომენტში თავი არ მქონდეს და რაღაცა ეგ ცალკე ამბავია მაგრამ აი ეს მეთაკილება თემა არა მაქვს აი არა ვით უმეტეს როცა ჩემს შულს ეხება მაგაზე მეტი მუღამი რა არის თო საჭმელის კეთებაზე ხო არ გაქვს პრობლემა არა ვაკეთო რა ჯობია ირიქით რა და აი დანები ხომ ევასება და აი
აი ხორცთან ხო ყველა მამაკაცი თუ ხორცთან და ის ნადირობა თევზაობი და სხვათა შორის ჩემი მეგობრები ძალიან გემრიელად აკეთებ, მაგრამ კაცურად აი შენი ეხლა თქვი რომ მე ეკონომიას არ ვაკეთებო რა, აი თუ ქინძი ბოლომად ქინძი. ხო, რა თქმა უნდა. ბოლომად აი ქალები მართლა პირიქით ცოტასის და აი მარილი ისა გემოვნებით. უწევთ რომ მაგრამ მომსვლია რა, ბევრი მარილი და ეხლა ამ ბოლო დროს რაღაცა ბევრი მარის ვაფშე მარილს მოვერიდე რა, მარილს და ერთი შაქარი ყავაში და აი კიდე ელემენტარულს გეტყვი რა, ეხლა ყოფილვარ ოჯახებში, სადაც მაგალითად აი ახალი წლის სანამ მოვა, ქალები დიასახლისები 4 დღით ადრე იწყებენ მომზადებას, მცხვარი ცალკე და აი პროსტა ადამიანურად მეწოდება. ეხლა რო ველაპარაკები ზოგი არის რომ ვისაც პირიქით უსწორდება კაცო და თან თავის სივრცეში შანსი არ არის შეგიშვას, მაინც გამოდით უზმა ხელს შემიშლი და რაღაც ეგეთი. მესმის, ვიღაცა შეიძლება პირიქით სიამოვნებს, თუ სიამოვნებს ღმერთმა ყოლა შეარგოს იმის კეთება, რაც ადამიანს სიამოვნებს ეგ არის, მაგრამ ეხლა მეწოდება რა რომ მოდის ახალი წელი და პირველის ნახევარზე ქალს უკვე ძინავს რა, იმიტომ რომ დაიღალა 4 დღეა მაგამ ბავშვია და თუ ვიცი რომ რაღაცით შეიძლება შეუმსუბუქო კაცო ადამიანს, საერთოდ მე მგონი რომ ახალი წელი რომ მოვა პირიქით. აი კატო აკეთებს სასწაულ ხინკალს რა. იყო ეხლა. კატო აკეთებს სასწაულ ხინკალს და თითქმის ეხლა 10 წელი ერთად ვარ და სულ 3ჯერ რაღაცა პატივიცად ვაკეთებს, აი ეს ხინკალი გაკეთდა სულ 4ჯერ რა, შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა კატო. უგემრიელესი მე ყველაზე მაგალად მე ვასე ამის მისი გაკეთებული ხინკალი, მაგრამ მართლა მეწოდება დგას და ეხა ხინკალი აკეთე როგორ არის ეხა მე ამ თითებით ვერ ვეხმარები რომ რაღაცა ეს ჭიპები და აკეთა ხელით მარილს აკეთა ცალი ხელით და უნდა დავამოღამო და თვითონ დგას და მე ვჭამ და აი ისეთია რა რთულია ხო რა ანუ საბოლოოდ იმის თქვა მინდა რომ ძალიან მომწონს რომ ეხლა უკვე ბიჭებს ვაფშე არ უტყდებათ ეგ პონტი პირიქით აი кай პირიქით ტრენდული რაღაცა ისეთი მოდაშიც შემოვიდა რა ხო მე ეგრე უყურებ ეხლა ყველას თავის თემაა კაცო ყველა წყულს თავის და გარეთ ჭამას ვაფშე რა ეგეთი მიდგომა აი ბუნებაში აი გარეთ აი გარეთ შეწო ოღონდ დაბინძურების გარეთ არა ეხა არასოდეს აი რომ მიყრილია და უსპაზეც იყო ხოლმე რომ აი მოიტანდნენ ნესვი რაღაცა ისა დაждდებიან დაანაგვიანებენ იქაურობას და მიდიან მე აი ანაირად უნდა დატოვო ეგ ცნობილი ფარსუნკაი წავა მე სადღეგრძელოს დალევს იმაზე სამშობლოში ჩემი და შენი ცნობილი ფარსუნკაი ცეცხლი მაგითი დავდივარ სათევზაოდ და ნაგავდი ხელთათმანები სულ მიდევს ხოლმე რა ერთჯერადი რომ დაჟე ვიღაცის რაღაცეები ავკრიფო ნაგავი და ვერ გავიგე რა ხალხო აი რომ მიგაქვთ საჭმელი ამდენ ტონობით მიგაქვთ მე მუცლით მოგავდა იმის ნახევარი თუ მესამედი ქაღალდი და რაღაცები რო გრჩებათ ბუნებაში ძალიან ხშირად მე მოგიწოდებთ თქვენ და მოგიწოდებთ კი არა გეუბნებით გთხოვთ შენიშვნად მიიღეთ რა ვიცი რომ დაწვით ის რა კაი პური გადააგდე პამიდურის ქერქი რაღაც კიტრი გადააგდე გაიხსტრება რაღაც აი რეები ყრია იცი კაროჩე აი არ გიტყდება თქვენ თუ რომ მიდიხართ მე და მე ბევრჯერ დამილაგებია სხვისი რა სხვისიც დამიწვევ და კარგი ადგილია სათევზაოდ იქ რაღაცა თავის სპეციფიკა აქვს ამ თევზზე იქ იმიტომ რომ ვიცი რომ კარგად მოვა თევზი იმიდან სხვა ვიღაცა იტყვის წადდა გადაჯექი ჯერზე რატო დაალაგე და წამოდი რა შეკეთილ შობილო შენა რა არ გააკეთოთ ეგეთი რაღაც მე რა სამშობლო უყვართ და ბოთლებს ისვრია მანქანიდან რამდენჯერ დამიგახია არ მოსულა ეგეთი რაღაცეები რა ხო ნუ ეს კიდე ცალკე თემაა მაგას კიდე ცალკე განვიხილავთ მაგრამ აი ბრაზდები რა მეც რა პონტია ვერ ხვდები და ევროპაში შევიდეთ და რაღაცა რამოდენიმე ვიდეოც იყო და ნახე და ანუ აი განცუდა მე რაც მინახავს ჩემი თვალით ერთი მაგრამ რაღაც 1-2 ვიდეო იყო იმ მაკულატურა იყო ტყეში რაც ულამაზეს ადგილას აი ესე მიყრილი და აი მართლა ვერ ხვდები მაგას აი რომ მოდიხარ ანუ ერთ ადამიანს მაინც როგორ არ უჩდება კითხვა რომ ბიჭო რა თუ აი ანუ რა არასოდეს არ დამიწოვებია რა ნაგავი და არც პლასმასი არც ბოთლი არ რაღაცა ესე არ გადამიგდია და თუ რაღაცა ქაღალდები ხელი გაიწმინდე რაღაცა ხელსახოცი პლასმასის ისენი ერთჯერადი თებშები დაწვი რა თუ ვეღარ ატევ მანქანაში ან რაღაცა როგორ აქედან ჩაატიე და იქიდან ვეღარ ატევ ეზარება მანქანაში აყროლდება თუ რა გადაყარე რა შეჩემა ბიჭო ის ხო არ გინახავს შენ მოგზაურობაზე რო ბაზრობთ ამდენს ინდიანა შევეხოთ Social Around the World რო არის ხო იცი ანუ ტიპ ქართველი ბიჭია სოსორა იუთუბერია დადის თო სოფლიოში და ეხლა იყო ჩtildeოეთ კორეაში თუ არ გინახავს კი რაღაცა მოვკარი იმ დღეს ხო რაღაცა შენ კონდა ჩართული ბიჭო აი თლიანად არ მაქვს ნანახი მაგრამ აი მე რა საშინელი ქვეყანა მომენტები ნახე და კაროჩე ხო მაგრამ მე მაქვს რუსების ნანახი და უფრო ძველები და უფრო ის ამერიკელი საწყალი ბიჭი ვაფშე რა უქრის სასწაული ქვეყანა აგრო გაადებილეს მართლადო ხო რა პლაკატი
ჩამოხსნა და უნდა და გადაეტანა ამერიკაში და დაიჭირეს. ხო, კიმ ჩენის დროს და დაიჭირეს და გაადებილეს და ესე გადასცეს ამერიკის ხელმძღვანელობა მის ჩამოვიდა გაცვალეს და 6 დღეში დაიბრიდა ის საცოდა. როგორც გადებილებული ტიროდა. რა უქნეს იმას აზე ხა? მაგრამ სოსოს საღოლ იმპონჩი რო ადვილი მოსაგვარებელი ამბავი ეგ არ არის ხა იქ ჩასვლა და რაღაცა მე წერდა კიდევაც ხა იქ რო გეხვეწები თუ ანუ კომენტარებშიო რაღაცა ისეთი ისინი არ დაწეროთო იმიტომ რომ ანუ მარტა შარია რა ვიღაცამ შეიძლება პოლიტიკურ სტეიტმენტად ჩათვალოს. კიდე იქ თუ დაგიჭირესო ვეღარ გამოახცევ რა. ხო და ნუ რაღაცა ისეთი თემაა. სხვათა შორის ადრე ჩtildeოეთ კორეაში იყო ჩასული ისა დენის როდმანი რა. ხო იმიტომ ევასებოდა. კიმ ჩენს ევასებოდა კი. ხო და დაბადებით happy birthday და შეეტენა ბოლომდე რა. და იმის მამას თურმე გასწორებია სადღაც კარგი იტალიაში მოხდა და თუ ამერიკაში არ მახსოვს მაგრამ სადღაც ეგეთ ქვეყანაში დასავლეთის ქვეყანაში და პიცა გაუსწორდა მაგრამ გაუგზავნია ბიჭო 2000 ადამიანი წადით ეხა ისწავლეთ პიცა როგორ კეთდებაო და ჩtildeოეთ კორეაში გააკეთეთ ეს რო გიჟდება ჩედარის ყველაზე კიმჩენი და იწეს ტონობით მართლა ჯერა გოიმი ტიპია რას გავს საზიზღარი აი ამ სიტყვების მერე ჩვენი გაღარ ჩაგვესვლება რო იცოდე საზიზღარი კაცია თუ რამე გეგმაში ქონდა იცოდე რომ ეგ დამთავრდა ეხლა და ამცავს ცუდი ზღაპრის ცუდი ფილმის გვირია და მამამის ვაფშე ვიდეო ფილმები მოწონდა რა ამერიკული და რადგან არ შეიძლებოდა მე რა გადააღებინა თავისი კინგ-კონგები რო აქვს იცი გადაღებული თავისი კინგ-კონგები და თავისი მსახიობები გააგზავნა იქ გადაიღო ისინი დაატყდნენ მე ჩამოიყვა სასწაული ფილმები დოკუმენტური ფილმები კადრებია და ხრიტავდა და რა ვიცი რა არა ჩემი საყვარელი ისტორია მაგაზე მაინც ის არის ბრაზილიასთან რო 7-1 კინგ-კონგი არის სასწაული ფილმია ბრაზილიასთან რო 7-1 წააგეს და მთელი ჩtildeოეთ კორეა რო 1-0-ის მოგება აღნიშნა იმ თვარეზეც რო დასყდნენ და საყვარელი დაჭდნენ კაი გადავალთ ეხა ჩვენ კიდე ძალიან შორს მოგზაურობთ მე მგონი საკმარისზე მეტი ვილაპარაკეთ მოგზაურობაზეც, მაგრამ უფრო მეტად კულინარიაზე. ხა ქართველებს ჭამა ძალიან გვიყვარს. მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო გვაქვს სოფლიოში. ერთ-ერთი მაგარი кайფია. ხო ძველ რომში ხო იცი რა საკეთებდნენ? ნუ როგორ სკდებოდნენ და აღვირახსნათ ხო ცხოვრობდნენ და მე თურმე ესეთი იმისი რა ქვია, ფარშევანგის ბუმბული, თუ რომელიღაცა ბატის ბუმბული გულს აირევდნენ და მე ისევ ჭამდნენ. რა ეს кайფი ქონდა. ჭამის кайფი, აი გემოთმოყვარეობის იმას ცდუნებაში იყო. მე მაგ ხოლმე ბიჭო ეგ რა. ეხლა ხანს გავაძრე. აი აქშიათ რა, კანკია. ემპათიას იცი ეგეთი. არა. იმაში რა ქვია, აპლიკაციაში ვარ რა და 12 კი რა გამოვიძახო, რა გამოვიძახო და მეჩდება ემპათიას თუ რაღაც. კარჩი ყოფილა რაღაცა ესპანურია, ფახიტასისტები, ესპანური ღვეზელია რა, არის რაღაცა ისპანახით, სოკოთით, ქათმის ხორცით, მაგრამ მე მიყვარს საქონლის ხორცით. მოყვება რაღაცა მწვანე соуსი, ნივრით, იმითი, ამითი, უგემრიელესი რაღაცა, მაგას შევჯექი ახლა და აი ვაკვირდები ხოლმე რომ ვიძახებ 7 წელს, ხო? 5-ის მერე შანსი არ არის. შანსი არ არის. მაინც მე 6-ზე რო უნდა დავიწყო ჭამა და მე 7-ე უკვე იმიტომ ჭარომ სიამოვნებს რა. ხო, ეგ არის გემოთმოყვარეობის ცოდვა ქვია რა, მაგა ცოდვა, იმიტომ რომ ჭამა თვითონ ხო кайფია რა, აი ხა ქართველების გარდა მე არ მგონია რომ ვიღაცები დასხნენ სუფრაზე, ტრაკი დადონ ბოდიში, სიტყვაზე 7 საათზე, დილის 7 საათამდე არ ადგნენ. ეგეთი რამე ვინმეს გაუგე და აქ რო სულ საჭმელი რომ მოდის და პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, რა ვიცი, არ მთავრდება სართულებად. ნუ დენი რო ხო გააგიჟეს, ღორები ხარ თუ რა გჭირცო ჩე. მაგრამ ეს გვაქვს რა. ეთყობა ბევრი გაჭირვება რომ ნახე გემრიელ საჭმელს არაფერი არ ჯობია მაგრამ ხო სისტემა ისევ და ისევ კარგი დავასრულოთ ხო მე მგონი დავასრულოთ თორემ უკვე ნერწყვები მომდის მომშივდა რა შენ არ მოგშივდა კი რთული გადაცემა გამოგვივიდა მაგ მხრივ ხო ეხა ვინც ეხა გემრიელი პრინციპი ვიღაცები ალბათ ხე ბუტერბროდები და რაღაცა სასუსნაოებით გვიყურებენ შეიძლება აი მეგობრებო გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე და დაგვალაიქეთ კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე